დისკუსია ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით დამსჯელობა ნატოს საქართველოს ურთიერთობათა შესახებ შეხვედრა სამოქალაქო სექტორთან და ჯაშუშობის ბრალდება, რომლისთვისაც საქმეში ყოფილი ბრალდებული ფოტოგრაფები გრიფით საიდუმლოს მოხსნას ითხოვენ. საქართველოს პრეზიდენტი კონსულტაციებს განაგრძობს. მირიან გორგოძე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში გიორგი მარგველაშვილის შეხვედრების თემით. მირიან, სამოქალაქო სექტორთან გამართული შეხვედრით დავიწყოთ. რაზე ისაუბრეს პრეზიდენტმა და არასამთავრობოებმა გისმენთ? დღეს ნინო უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი ჰქონდა. ის შეხვდა, როგორც უკვე ვთქვით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს და ასევე მიიღო ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა. ნატოს საქართველოს ურთიერთობები, რა გამოწვევები და პერსპექტივები გააჩნია საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, რა სამუშაო შეასრულა ჩვენმა ქვეყანამ ამ მიმართულებით და რა საფრთხეები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას ზოგადად ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისას. ეს იყო მთავარი თემები პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისა. ამის შემდეგ უკვე გაიმართა დისკუსია და პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვები. ერთ-ერთი შეკითხვა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებითაც იყო, ხომ არ შეუქმნის საქართველოს მის პარტნიორებთან გარკვეულწილ უხელხულობას ის, რომ სასჯელს იხდის რამდენიმე პირი, რომელთა საქმეში გარკვეულად საეჭვო დეტალებია. ეს იყო იმ კითხვის მთავარი არსი, რომელიც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით დაუსვეს. ნებისმიერი პოლიტიკური წონის, თანამდებობის, ფინანსური შესაძლებლობის ადამიანი, ისევე როგორც ასეთ პრივილეგიებს მოკლებული თუნდაც რიგითი მოქალაქე, ერთი, ასე ვთქვათ, ღირებულებით, ერთნაირად აგებს პასუხს კანონის წინაშე. შესაბამისად, როდესაც ქვეყანაში არიან პატიმრები, რომლებსაც ჰქონდათ აქვთ პოლიტიკური წარსული, მაგრამ ამავე დროს არის მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, ეს აპრიორი არ გულისხმობს, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამის შემდეგ კონსულტაციები და შეხვედრები გაანაგრძო საკუთარ რეზიდენციაში. მასთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო სექტორის ნაწილი. აღსანიშნავია, რომ აქ მოვიდნენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც კრიტიკულად შეაფასეს გიორგი მარგველაშვილის განცხადებები ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის რღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეების არსებობის თაობაზე. ასევე შეხვედრაზე მყოფმა ადამიანებმა არ გაიზიარეს გიორგი მარგველაშვილის განცხადება რუსთავი საქმის მოსამართლისადმი და ეს განცხადება მათ სასამართლოზე ზეწოლად მიიჩნეს. თუმცა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იყო საკმაოდ ნაყოფიერი დისკუსია პრეზიდენტთან, რადგან მათ ამ შეხვედრაზე მიეცათ საშუალება, რომ მაქსიმალურად გამოეხატათ საკუთარი კრიტიკული მოსაზრებები. პრეზიდენტმა მიიღო ის კრიტიკული შეხედულებებიც, რომელიც საზოგადოების ერთი ნაწილისთვის არის მნიშვნელოვანი, არგუმენტირებული და ვფიქრობთ, რომ ის ორმაგი სტანდარტები, რომელიც ცალკეული ამ მნიშვნელოვანი მაღალი საჯარო ინტერესის პროცესების მიმართ არსებობს, უნდა დასრულდეს. სამართლიანი სასამართლოს უფლება უნდა ჰქონდეს ყველა მხარეს, სასამართლო უნდა იყოს მიუკერძოებელი. ჩვენ კონკრეტული წინადადებით შევედით, რომ გაკეთდეს საზოგადოებრივი კომისია, რომელიც დაადგენს სიმართლეს, რადგანაც სახელმწიფომ აღმასრულებელმა სახელმწიფომ გვიმტყუნა იმაში, რომ ვერ დადგინდა საერთოდ რა ხდებოდა და როგორ არის. თუკი იმ შეხვედრების მთავარი თემატიკა, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ, იყო ძირითადად ქვეყნის შიდა და გარე ფაქტორები, უფრო ასე ვთქვათ კონკრეტული საუბარი შედგა ფოტოგრაფებისა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შორის. გია აბდალაძე, ირაკლი გედენიძე არიან ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს სასჯელს ჯაშუშობის მუხლით იხდიდნენ და მათ საქმეს დღემდე გრიფით საიდუმლო ადევს. სწორედ ამ მიმართულებით თხოვეს ფოტოგრაფებმა დღეს პრეზიდენტს დახმარება, მათ სურთ, რომ მათი საქმის დეტალები გასაჯაროვდეს. ფოტოგრაფების განცხადებით დაახლოებით 2 წლის წინ მიმართეს მათ სამართალდამცავ ორგანოებს ამ მიმართულებით, თუმცა ჯერჯერობით საქმე მათთვის გაურკვეველი მიზეზებით ჭიანურდება. გავაცანი ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრეთ, რომ დღესაც ადევს გრიფი ფოტოგრაფების საქმეს. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ რა თქმა უნდა ისევ და ისევ გვჭირდება სურვილი ვისა რომ გრიფი აიხსნას, თუმცა პრეზიდენტს არ დაუდია გრიფი, ან პრეზიდენტის სამსახურს არ დაუდია თავი პრეზიდენტი. დაახლოებით 2 წლის წინ ჩვენ შევიტანეთ განცხადება პროკურატურაში ამ საქმის თავიდან გამოძიებით, სადაც დაიწყო ძიება ხსნეს დაზარალებულებად და ამის შემდეგ გაიწელა ეს ძიება, ასე ვთქვათ. ერთ-ერთი მოტივი ის არის, რომ საქმის ადრე გრიფით საიდუმლო
და ეს გრიფი საიდუმლო უნდა აიხსნას იმ ორგანოს მიერ, ვინც დაადო. ანუ როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ეს იყო კონდაქტება. თეორიის საქმე, სადაც ასეთი მძიმე დანაშაულია საუბარი, რა თქმა უნდა, კანონის მოთხოვნთა დაცვით უნდა იქნეს გამოძიებული და ყველა ის პირი, რომელიც შემსრულებელი იყო თუ ორგანიზატორი იყო თუ დამკვეთი იყო, აუცილებლად უნდა იქნეს პასუხისმგებაში მიცემული. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სურვილის შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილი გამოთქვამს მზადყოფნას შეხვდეს ნებისმიერ დაინტერესებულ ძალას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბროს. ეს მირიან გორგოძე იყო, მადლობა მირიან. და ირაკლი